გასაუბრება. Ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა ფიქრობ ერთნაირად დააინტერესებთ, როგორც ჩვენი ასაკის მაყურებელს, ასევე უფროსებსაც. ამ თემაზე ბევრს საუბრობენ, კამათობენ, ყველას თავისი, განსხვავებული აზრი გააჩნია და იცავს კიდეც მას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ მის გარშე ცხოვრება წარმოუდგენლად მიაჩნიათ. ადამიანი უხსოვარი დროიდან ოცნებობდა, ისეთი ნივთი ჰქონოდა, რომელიც შორი მანძილიდან დაანახებდა მისთვის სასურველ საგანს ამ პიროვნებას. ამ ოცნების რეალიზება თავდაპირველად ზღაპრებში ხდებოდა, მაგალითად მოლაპარაკეს არკე ცნობილი ზღაპრიდან ალისფერი ყვავილი. ტელევიზორმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ჩვენს ცხოვრებაში. ხშირ შემთხვევაში იგი გახდა მრჩეველი და მასწავლებელი. დღევანდელი ბავშვებისათვის ტელევიზორი თავისი მულტფილმებით ისეთივე სათამაშოდ იქცა, როგორებიცაა ბურთი და თოჯინა. ტელევიზორმა შეცვალა გაზეთი, რადიო, წიგნი, თეატრი და საკონცერტო დარბაზი. თანამედროვე ადამიანი დროის დიდ ნაწილს ტელევიზორთან ატარებს. ამას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებიც აქვს. ამის შესახებ ბევრს მსჯელობენ სოციოლოგები და ფსიქოლოგები. ამ მსჯელობაში თუ ჭეშმარიტების ძიებაში ჩამოყალიბდა ადამიანთა მთელი თაობა, რომლის განათლებას, გემოვნებას და კულტურას ხშირად ტელევიზორი განსაზღვრავს. დღეს ცენზურისაგან თავისუფალი და თავის მიდადარჩენილი ტელევიზია უდიდესი ძალაა, რომელმაც ქართული ანდაზისა არ იყოს, შეიძლება კიდეც დაგაქციას და კიდეც აკაშენას. ნებისმიერმა სახელმწიფომ ტელევიზია თავისი ქვეყნის ეროვნული კულტურის, ხალხის საკეთილდღეოდ უნდა გამოიყენოს. რაც რა თქმა უნდა არ გულისხმობს სიტყვის თავისუფლებაზე უარის თქმას. გააზრებული პოლიტიკის წყალობით, ამერიკელი მოზარდი იმის მიასეთ უზნეობასაც არ უყურებს, რასაც ქართველი ბავშვი. დაბალი და მდარე ხარისხის ვიდეოფილმების 87% საექსპორტოდ მზადდება და მსოფლიოს ქვეყნებში სახლდება. ამიტომ ხდება ჩვენს ტელეეკრანებზე იაფასიანი სერიალები და ვიდეოფილმები, რომელთა ჩვენებაც მის მწარმოებელ ქვეყანაში კანონით შეზღუდულია. მაგრამ საკითხავია, რეალურია თუ არა ტელევიზორში დანახული სინამდვილე. მოზრდილ ადამიანს შეიძლება არც გაუჭირდეს გამოგონილის გარჩევა სინამდვილისაგან, მაგრამ როდესაც ეკრანს 7-8 წლის ბავშვი უზის, დამეთანხმებით ეს ცოტა რთული იქნება. ტელესერიალების თემა შეიძლება ცოტა მოძველებულიც არის, მაგრამ ამით აქტუალობა არ დაუკარგავს. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ეს დაბალი ხარისხისა და გემოვნების პროდუქციაა, მაგრამ მაინც ყველა უყურებს. უყურებენ და მოსწონთ, ელოდებიან და ნერვიულობენ კიდეც სერიალის გმირებთან ერთად. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანი ყველა მოვლენას საკუთარი პიროვნებიდან ზომავს. სერიალებში აღწერილი ამბები მათთვის შეიძლება სრულიად მისაღები და ჩვეულებრივიც იყოს, მაგრამ საქართველოში არ შეიძლება, რომ ძმებს ერთი და იგივე გოგონა უყვარდეს. თუმცა ამ სერიალებზე გაზრდილ ბავშვს ეს შეიძლება მიუღებლად აღარც მოეჩვენოს. ტელესერიალები თავდაპირველად დიასახლისების და ხანში შესული ადამიანებისათვის იყო განკუთვნილი, მაგრამ რადგან ხშირად ოჯახში მხოლოდ ერთი ტელევიზორია, დიასახლისებთან ერთად ტელესერიალების მსხვერპლი ოჯახის სხვა წევრები ხდებიან. როდესაც 50 სერიას ძალით გაყურებინებენ, მომდევნო 100 სერიას უკვე ნებით უყურებთ. და ასე ყოველ საღამოს უზიან ტელევიზორებს ჩვენი ტოლი და ჩვენზე პატარა ბავშვები და გულისფანციხალით ელიან ტელესერიალის მომდევნო სერიას. ეს რა თქმა უნდა ჩვენი აზრია, მაგრამ ჩვენისიც გვაინტერესებს რას ფიქრობენ უფროსები, ან უბრალოდ მაყურებლები. ამ მიზნით ჩავატარეთ პატარა გამოკითხვა, რომლის საშუალებითაც შევეცადეთ გაგვირკვია მაყურებელთა აზრით, რა გავლენას ახდენს სატელევიზიო გადაცემები ბავშვებზე და რაში ხედავენ გამოსავალს. პირველ ახსნა რომ გადით ახალი ეს მოკუნა და მეორე სიყვარული, სამაც თუ სიყვარული. რატომ უყურებ ამ სერიალს მოგწონს? მაინტერესებს. მარიანას. მოგწონს ეს სერიალი? დიახ. აი რა მოგწონს ეს სერიალი? მარიანა მოგწონს? დიახ. სერიალის წარმოადგენს სერტ არ მაინტერესებს. რატომ არ გაინტერესებს? ვიდეო მაინტერესებს არა, ჩვენი მისაღები. მე მოკაცვა გითხოს. ამ სერიალების ჩვენებაზე მომაქვს ჩემი დამოკიდებულება. ეს მიუღებელია ჩვენთვის ძლიერ. იმიტომ რომ მე ვარ ცივილიზებულ ქვეყანაში დამყოფი, ასეთი გადაცემები გაგრძელულია. სერიალებს არ უყურებ. რატომ არ უყურებ? არ მოგწონს. აი, რატომ არ მოგწონს? მიუღებელია თქვენ.
ну აი 8 ფეხას შეიძლება რომ რაღაც, მაგრამ ესეთი სერიალები არ მომწონს და რა გემოვნებაზე არ დავაბენ. ტელევიზიის ამა თუ იმ გადაცემის მიზანშეწონილება არაერთხელ გაუპროტესტებია ეკლესიასაც. ეს დასავლეთში სრულიად არ ითვლება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად. საქართველოსავით პატარა და მართლმადიდებლურ ქვეყანაში ტელევიზია საკუთარი მიზნებისა და უპირველესად მრევლში რწმენის გამტკიცებისათვის უნდა გამოიყენებოდეს. რეკლამების აბეზარი სისტემატიურობით რომ გვეხილა ტელევიზიიდან უფლის მცნება, თუნდაც ერთი მათგანი არაკლაცკლა, ვინც ის ასე ჩალისფასი არ დაძდებოდა უდიდეს ფასეულობას ადამიანის სიცოცხლეს. ასეთია დღეს ტელევიზია. ყველაზე მასობრივი, ყველაზე მისაწვდომი, ყველაზე სასურველი და საბედნიეროდ ყველაზე იაფასიანიც. და მხოლოდ ადამიანებზეა დამოკიდებული, ვის სამსახურში ჩააყენებენ მას.